დილა მშვიდობისა, მეგობრებო, მოგესალმებით ყველას, უბრალოდ ნახეთ ჩვენთან როგორ ის სილამაზეა, ღმერთო. დილას რო გავიღვიძე და ეს ყველაფერი დავინახე. მეთქი ნანუტა, დექი ახლა უცბად ჩაიცვით ბილად, გაისეირნე ცოტა ხანი და შემდეგ ადი სახლში დალიყავა, გააკეთე შენი საქმე, შესაძლებელი მაქვს საკმაოდ ბევრი, ამიტომ პირველ რიგში გადავწყვიტე, რომ ესე დილას ჩამოსულიყავი 9:30 მე მგონი და დილას ჩამოსულიყავი და ესე დავმოხტულიყავი აი ამ სილამაზით, ამ თოვლით, ხმერთ რამდენი ხანია თოვლი ნორმალურად არ მინახავს, ან თან თოვლი როგორია იცი, ჩემი მუნბუთები არ ჩავიცი სიმართლე გითხრათ იმის გამო რომ ხვალ ბაკურიაში მივიდივარ, კარგით ბაკურიაში ჩავიცე უკვე ლამაზად ჩემს მუნბუთებს, ხო, ეხლა დღეს უბრალოდ მეთქი ჩავალ, გავისეირნებ და მე უკვე ავალ სახლში დავჯდები, ვიმუშავებ. შესაკერი მაქვს საკმაოდ ბევრი, ყავას დავლებ, ალექსანდრიშკაც გაიღვიძებს ამასობაში და მოკლედ აი ესეთი გეგმები მაქვს დღეს ერთი შეკვეთა აუცილებლად უნდა გავაგზავნო და მედივარ ბაკურიანში მეგობრებთან ერთად, ჩემს მარისთან და დედამისთან ერთად. მოკლედ აი ესეთი ამბები გვაქვს, ესეთი სილამაზე გვაქვს დღეს დილით თბილისში გუში დაიწყო თო, ხედავდი რომ თოვდა, მაგრამ ესეთი სილამაზე თუ დამხდებოდა. კიდევ ცოტა ხანი გავჩერდები მეგობრებო, ამასობაში კარფურიც გაიხსნება, ჩავალ ვიყიდი ფუნთუშებს. სამწუხაროდ ალექსანდრა ვერ ჭამს, მაგრამ მე და ჩემი შევჭამთ. შემდეგ შევალ აფთიაქში ალექსანდრუშკასთვის ვიყიდი თვალის წვეთებს, იმიტომ რომ მარჯვენა თვალი ცოტათი გამიზეზებული აქვს, ანუ გაწითლებული აქვს და არ მომწონს და არანაირი თვალის წვეთი არ მეგულებდა აფთიაქში ვკითხავ, რომ ოპერაციის შემდეგ აქვს ასე და რას მირჩევენ, ან იქნებ მხოლოდ ჩაის საფენებით, ან სხვათა შორის ეგ უკეთესი იქნება, ეხლა ამ ეტაპზე ჯერ ეგ გავაკეთო. თუმცა ეს თვალის წვეთები იყოს სახლში ყოველთვის საჭიროა, აღარ გვაქვს სხვათა შორის აღარ სოტიპაქსი აღარ გამოჩნია, ანუ აღარაფერი აღარ გამოჩნია სიცხის დამწოვების გარდა და მე რო წამალი არ მაქვს სახლში, თავს მშვიდად ვერ ვგრძნობ. ღმერთო როგორი სილამაზეა, ზღაპარი გეფიცებით, ჩვეულებრივი ზღაპარია. ძალიან კარგი ვქენი დღეს, ყოველთვის ადრე ვდგები ხოლმე და დღესაც ის მომენტი იყო, რომ გავიღვიძე და ეს სილამაზე დავინახე და მეთქი ნანუტა არავითარ შემთხვევაში ახლა არ შეიძლება სახლში ყოფნა. ერთი ფიქრი ვიფიქრე, მეთქი რა არ გინახავს ღმერთო ჩემო, რომ ხელა თოვლი იყო ხოლმე მისკში, მაგრამ ჩვენთან თბილისში იმდენად იშვიათი შემთხვევაა თოვლი, რომ მეთქი აუცილებლად უნდა ჩავიდე და გავისეირნო თქო. ხელები კი წამეყინა, მაგრამ არა უშავს. სახლში ავალ, ცხელ ყავას დავლე, ეს ხوار გადავიდეთ თოვლის ხმა მსიამოვნებს. აი აქ არა ჩემი მუნბუთები უნდა ჩავეცვა მაინც. უნდა დამეტესტა აქ. იქნება იქ არ მომწონს. ძალიან კაია, ძალიან მომწონს ყველაფერი. მაგრამ ახლა იმაზე ვფიქრობ სულ, რომ ჩამოვიყვანო თუ არა ალექსანდრა. ცოტა ხნით მაინც. თოდოა. ძალიან უნდა ახლა ამას რო დაინახავს, მაგას რა დააოკებს სახლში. ყველანაირი აქტივობების გარეშე. რო გაისეირნოს, ვფიქრობ, რომ ამაში ცუდი არაფერი არ არის პირიქით. ძალიან კაი იქნება. გარეთ თოვდა. ახლა გავახსენდა ის, რომ ყერთო რა ლამაზია ყველაფერი. ზაღლუკაც მორბის. დუკ. აი, ნელა. წადი გაიქეცი, წადი. დაჯდა. დამიჯდა აგერ. როგორი ლამაზი ხარ. წავედით. ძალიან ლამაზია ყველაფერი. გექცევით ალექსანდრას შოკში იქნება. სულ ეუბნება ხოლმე მამამის, რომ აი თბილისში თოვლი არ არისო. აი თუ არ არის.
ეს სახლი არ არის, ეს ხო არის. როგორ გას? ალექსანდროვკას საყვარელი ადგილი სკოლიდან რომ მოვდივართ ხოლმე სულ იქ არის, თუმცა რამდენი ხანია უკვე სკოლაში არ ვყოფილვართ, მაგრამ არა უშასაც ყველაფერი კარგად იქნება და ყველგან ვივლით. ვაი, მე თოლის ბაბუა შაშინეს პატარა. ესეც ჩვენი გლდანის პარკი. ესეთი სილამაზე გვაქვს, დღეს რა რიცხვია? 18 იანვარი. ეხლა რო ავალ ნაძვისხეთს უნდა დავშალოთ მეგობრებო. რაღაცა ვერ ვისიამოვნე ჩემი ნაძვისხით, ანუ ულამაზესია. მაგრამ აი ესე არ მქონდა იმისი დრო, რომ უბრალოდ მჯდარიყავი სახლში თბილად ტელევიზორთან, ნაძვისხი რო ჩართული ყოფილიყო. საერთოდ არა. საერთოდ ვერ ვისიამოვნე მაგ მხრივ. სულ რაღაცა მიწევდა, სულ სადღაცას გავბოდი. სულ რაღაცა მქონდა სანერვიულო და ჩემს საყვარელ ნაძვებს გაჩვენებთ ახლა. რა ხმა აქ თოლს გესმით ხო? აი რა ხმა აქ. აი მოვედით ჩემს საყვარელ ნაძვის ხეებთან. ისე ლამაზად ზღორილია. ისე ლამაზად ჩანს ხოლმე ჩემი ფენჯრიდან. აი მე შეჩნახეთ როგორი ლამაზია. აი მე მაგარი თოვლია. რა კაია თოვლი. აი, ამ ნაძვებზე ვგიშდები. ულამაზესია. წავედით კარფურში. კარფურიდან მოვდივარ. შეშფოთებული არ ვიცი ყველაფერი ერთად მჭირს მოკლედ. მოიცადეთ გადავიდეთ წითელია. გადავცინცულდეთ. თქვენ ხო იცით კარფურის ფუნთუშები ადრე ძალიან ხშირად მიხსენებია ხოლმე და თქვენ სულ მიწერთ ხოლმე რომ აი ხო კარფურის ფუნთუშები. მოკლედ ეს ფუნთუშა თავიდან რა დავიწყე, ეხლა მომოქვს 2 წელი. თავიდან რომ დავიწყე ამ ფუნთუშის ყიდვა ხირდა 99 თეთრი. ნუ მერე იქ ლარი. ნუ კაროჩე ესე დღეს ლარი და 40. შოკი მაქვს. და აი ფუნთუშას თავი დავანებოთ 2 ფუნთუშასთან ერთად ავიღე 1 საგეჭი რეზინი და მეუბნება 7 და რაღაც ანუ ზუსტად ხურდებს ვერ გეტყვით მაგრამ მახსოვს მითხრა 7 და რაღაცა რა და მეთქი ნახე ის ხო რა ანუ უბრალოდ კითხვა 2 ფუნთუშა ავიღე და 1 საგეჭი რეზინი სირცხვილია ღმერთო შოკი მაქვს 1 საგეჭი რეზინა და 2 წელი ფუნთუშა. ისიც აი არაფერი განსაკუთრებული კი გემრიელია. უბრალოდ ჩვეულებრივი ფუნთუშა. ანუ ხო არის ფუნთუშა იქ ფისტის კრემი, ამით, იმით არა ჩვეულებრივი არის უბრალოდ თქვი. ანუ უბრალოდ ცომი და ცოტაოდენი ქიშმიში. ხო და ეს კევი რა ღირს თქო და საგეჭი რეზინი რა ღირს თქო და 4.30-ია. 4.30-ია. ანუ შოკი მაქვს. ჩემი შოკია. გაგიჟებული ვარ. აი, პროსტა რანაირად უნდა ხილდეს საღეჭი რეზინი. თან ეს რა იყოს რა, ანუ საღეჭი რეზინია. 4.30.
ანუ კაის მენთოსები ვიცი რომ რაღაცა შეფუთვებში რო დევს იქ 6 და რაღაცა ღირს, მაგრამ ჩვეულებრივი სახეჭირეზინი 4 და 30 რა ხდება ღმერთო ჩემო. ფუნთუშა როდიდან გახდა 2 და 40? არ ვიცი. წავედი სახლში. წამალი არ მიყიდია. ჯერ ვიფიქრე რომ გადავხედავ რეები მაქვს და რა მჭირდება. ნუ თვალისწეთები ზუსტად ვიცი რომ არ მაქვს, მაგრამ მე მერჩვენია რომ ექიმს ვკითხო და მაგის მიხედვით შევიძინო ხოლმე ესეთი სწავლები, იმიტომ რომ ვიყიდი დევს. ამიტომ ჯობია რომ ჯერ ექიმს დავეკითხები. თორე იქაც ხო ვიცი, ხა ის წამალი ეღირება 25 ლარ. აი მე არ ვიცი, აი რანაირად მეიცხოვრო ადამიანმა, მართლა ვერ ხვდები რა. ძალიან ცუდი სიტუაციაა. ძალიან ცუდი სიტუაცია. სახეჭირეზინი 4 და 30-ია. სახლში. თბილისში როგორ თოვლს ვტოვებ და მივდივარ ბაკურიანში, ვნახოთ იქ როგორი თოვლი იქნება, მაგრამ გუშინ მთელი დღე თოვდა, ღამე თოვდა და დღესაც როგორც ხედავთ, განუწყვეტლივ აი ესე ლამაზად თოვს. ვაიმე, აი ეს მართლა გადარბენაზე რო ვარ, რო უნდა მოვას როცა თხარ. ჩემი ბაკურიანში. თუ როგორი მიქარია. აი მარი ბალიშები ხო გინდოდა იყიდე კიდე ერთი, ან მორ გექნება. აი მე წავედი. აუნაკი გოგოჩები მუნბუთები რა დამიხარია. წავედით. აქედან წავიდეთ. ოპ. მთელი პომადა უნდა წამესო, აი ამ იმაზე ეს მე მგონი არ უხდება. მაგრამ ბეჟიც მოუხდება, ბეჟიც ლამაზი იქნება. ვაი მე როგორ მახსოვს აქ ვიყავით ბოლოს ძალიან მძინარები. ქუთაისში რომ მივდიოდით. მე გვინდა, არ გვინდა? კაი, მიწადი. დროეთი არაფერი არ გვინდა? კაი. ყოველდღე გვინდა. მოვედით, ხვერთო როგორი ლამაზია. ნახეთ როგორი ლამაზი კოტეჯია. ულამაზესი. შევარდეთ. როგორ მომწონს, როგორ მიხარია, ვერ გიხსნით. აბა. ძალიან ლამაზია. აბა კეთილი იყავს ჩემი ფეხი. ერთო რა სილამაზე ხარ. აი იცით როგორი შეფუთული ვარ, ადრე რომ ისკში ვიფუთებოდი ხოლმე, ზუსტად აი ეგრე ვარ გადაფუთული. აი ეს შემოვიხვია აქ, თორე ძალიან ცივა ქარია და არა ასე სიამოვნო. მივდივართ ახლა საბაგიროთ, ახლა 25-თან ჩამოვედით. გოგოები მოდია ჩაპადრუშკებული ყველა ერთად. წამო. გავიყინე. გავიყინე ქანო, აქ ამართლა უნდა ვიყინო დასაცმელი უეჭველი. საბაკურიანე. ხო. მოიხადათ. ღმერთო როგორც ცივა, ახლა გადაღების თავის საერთოდ არ მაქვს, მაგრამ ისეთი ლამაზია ზევიდან. ნახეთ, ვაი რამდენი რამე აშენებული. იქით ხო არის სულ კერძო სახლები, მაგრამ აქეთ სულ ახალი სახლებია აშენებული.
და ბავშვები სწავლობენ სრიალს. აი კოტეჯებში ცხოვრობდით შარშან თუ გახსოვთ. აი აქ ვიყავით რომელიღაცაში, ოღონდ არ მახსოვს რომელში. და ძალიან კაი იყო. ვიდეო? აიმე ხო, ეხა არ დავივეწო. არა, ნუ გეშინია, მარი დავაი წავიდა დეშ. წადი გოგო. ტორმოზი ხო აქვს ტორმოზი. ის გადმოყირავდა. მარი ამანაც დაგაფიქსირა. ვაი მე ესე რო ატუტუცდები და ციგით რო შესრიალებ ამ ხელა გოგო. მაგრამ ერთხელ ჩავოსრიალდი და ისეთი კაი იყო რომ ეხა კიდევ უნდა ჩავოსრიალ და მეორეთი და 1 საათი გვაქვს დრო. გოგოები მაინც ბავშვებს აუხეს და ბავშვები არ სრიალობთ თქვენ მაინც წადით და წამოვედი და ძალიან მომეწონა, ძალიან კარგია და ეს ალექსანდრასაც ძალიან მოეწონება. თან მე უკვე ვიცი როგორ ვიმოქმედო და ალექსანდრაც ჩვენივად ისრიალებს ხოლმე ამაზე არასოდეს არ გოსრიალია ციგებზე. აი იქით ხედავთ ხო კოტეჯები ჩვენ შარშა რო ვიყავით. ძალიან ცივა მოკურია, ძალიან ცივა. ხა ხელი გამეყიდა და ხელსათმელები მოხსნელი მაქვს ერთ ხელზე და გავიკეთებ ახლა და დავეშვები. აი აქეთ და რა კარგია ძალიან მომწონს. აუ ძალიან კაი ვქენით რომ წამოვედით. მართალია ცოტა ხნით, 2 დღით. მესამე დღეს წავალთ, მაგრამ მაინც კაია. მე გადამეჩეჩა, მაგრამ ისე ლამაზად გადამეშგონა ნაზე მიყვარდა გოგონა ლა ლა ლა. გოგონა მართლა მოჩაქ სეზონი, იმიტომ რომ შარშანად მდენი ება არ იყო, ჩვენ არ დადეგებზეც ვიყავით, იცი? აქ სადღაც გემრიელი პიშკებიც უნდა იყოს. შევი თქვი როს მინდა? მიყვარდა აი სიმღერები აქ არის უღა მოვისყო. დანანანა ამ ჯაჩო დავებს უკულეთ. ლანაილი მოკლეა გოგო. ლანაილები ალიან ესენი. ცივად. ეს შარშანი იდგა ქვევით შუაში. ამას ვადებდი ხოლმე. ტელეფონსა მშვენიერ ვიდეოებს ვიღებდი ხოლმე და აქეთ რატო გადმაიტანეს. ვაიმე ამ კანოპკას უყურეთ რა საყვარელი. ამ კანოპკას უყურეთ რა საყვარელი. საკა. ამ საკას უყურე რა საყვარელი. ამას უკულე გოგო. საკა. წამო. ვიჭირო. მეც. ფოთლები ვით. წამოდი. აი რა კარგია ხერთა. გონი აზავა არის მან. წავიდეთ ხა ვისრალო ყილუზე. წავედით.
არ გამხაჩო. Просто ნახეთ აი მოდი ახლა ცოტა გავუთამამდეთ და თან ვიდეო გადავიღოთ და თან ვისრიალოთ ესე რა უჭერს არც არაფერი არ გადაყირავდება არცაც ნანო და უბრალოდ ცოტა ხელები მიეყინება აუ ძალიან კაია მარის ეშინია და ვიდათ ვერ სრიალებს მაგრამ შენიერია არა უშავს ერთხელ ორჯერ სამჯერ რო გასინჯავს დადგება მერე შეძლებს მეც თავიდან მახსოვს რომ წავედი ხა დიდად მეც სასწაულად არ ვსრიალებ მაგრამ თუ იმისი თამამი მაქვს რომ თან ვისრიალო და თან ვოგი გადავიღო ესე იგი ცოტას ვსრიალებ მაგრამ თავიდან მახსოვს მე და ლენა ვიყავით წასულები და ეგ იყო რაღაცა ჯოჯოხეთი აი ვერ ვიარე კი არა საერთოდ ვერ ვისრიალე ანუ ვერ ვისრიალე და სიარული ძლის კედელ დავდიოდი აი აქ ყოფნა ძალიან კაი ხასიათზე მაყენებს და მე მგონი მე წინა ცხოვრებაში აი წისვლა არის ეხლა ვერ ვიტყვით ვერაფერს რომ წისვლა არის ჩემი პინგვინიკო წამოდი ეხლა გასრიალდი ფეხით და ისიც ასრიალე მიდი გოგო ბავშვმა დაგითმო რო იდექი დავაი წავედით არა ჩემი პინგვინიკო კიდევ აქ არის აი ამ ბავშვმა ათხოვა აი სულ გვეყოფა ახლა სრიალი სულ დავავიწყდა მოდი დავავიწყდა მოდი შენე აი ჩადახა ელა ესა აქეთ მოდი წავედით ვიტუნტულოთ წამოვიტუნტულოთ ვიწულის მოედანზე მოდი იქამდე ვიყვან შენ მიქდა ხოლმე გავსრიალდები ეს დავარყა მოდი აბა უყურე ამას უყურე გოგო მომიდა მოვიხადოთ გოგოებო ვაიმე როგორი მწვადები იქნება 1 2 3 4 გადამიგე გოგოლო ვალანი გოგო რა ცუდი მაღალი აქვს ხალო ხალო აქ იმდენ წადაობენ დაიწვა ალბათ როგორი ამბები გვაქვს ღმერთო რა ლამაზია რა ესთეტიკა მარე იმდენ ვირბინეთ გული ამოვარდნას მაგ როგორი გემრიელობები გვაქვს აუ როგორი სუნი აქვს სასწაული ტოლმა და ნანუდიე ამოდი ყველა ერთად ვიდივართ აბა რამამი ვიწყო წახვალ და დალე მაგრამ ყველა ქავს მე შემადარე რამამი ვიწყო წახვალ და დალე მაგრამ ყველა ქავს მე შემადარე დავი თავის მაჩვენებაზე ერთი ორი სამი რამამი ვიწყო
რას მიკეთებ? მოჩვენე. მიდი. შეკვალელი. ჩემს ვიდეოს ამონტაჟებს. არელია. მით. ჯამთელობა ჯანი. მიჭირდება სიცოცხლე. ჯანი. კაია ძალიან. შენ ჩემი კონტენტ მეიკერი ხარ. უხერხესო. კაი. როგორ მომწოდა ეს ბიჭი? ნუ თუ გაიყარა. მაჩვენებ როგორი ბიჭია. მე ძალიან მომწოდა. წესით შევაჩერე ინსტაგრამზე ამ შუა ღამისას აი ეს ბუსტი. რა სიმღერა დაედო, გოგო, რა უნდა თავიდან. რაო? თან მარიიტაღის გწერენო. კი მეთქი როგორ არ ამწერე. აი იტაღის როგორ უჭირდა. აი მე ცუდად ვარ. არ დამიმალო შელოცო თუ გააკეთე. ეს გამოვიყენე. ფიცები სექტა რაღაცნაირი ხო იცი? სუაგი ხა წარმომიდგენია. აი მე ცუდად ვარ. შენ ამაღო მოსტრები თუ გია დაგესის ბროს ამ მუსიკას უსმინე. რატო დაედო არ ვიცი. დაბლაქეთის თევდა ჩავიდე ამ მუსიკას. მოდი რა შენს იმას მიხედე რეფრეშ რუმის. გამოვიყენებ რა არ დამიმალო მითხარი. ხო სიმღერა შეიმუსიკა შეინახე. რამდენი იფიქრებდა როგორ უჭერს გოგოს. ეს რა მოვიდა ხო. არაფერი არ მიჭერს კარგად ვარ. აი მე ამა თუ ყურეთ რა საყვარლები არიან ღმერთ. ხო ჩატუნტულებულები არიან. ყველა იცი. ვაი მე ნაკე გოგო როგორ დამაჯობენ. ამას ხები არა აქვს. ზოგის ხები არა აქვს. ოჰო ნახე ამათ. აჰა დახოდეს. დილა მშვიდობაში სამეგობრებო. ჩვენთან თავს ძალიან წვრილად. ლამაზად. იქირმები. ყველა მაგას უყურებს. ძალამაზია. ვაი მე რა საყვარლები არიან. გოგო ისინი ტუნტული კაიფი არიან. გოგო მიდი დროზე. მე ვიძახი ნატაშკა ვარ თქო ჩვეულებრივად. ვაი მე რა ლამაზია როგორ ხდება ეს ყველა. მოდი აი აქ გადავიღოთ. საკაი ადგილია ვისთვის. შენით. Bad.